მეგობრებო, მოგმართავთ ქაშვეთის ეკლესიის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი, უზენაეს საბჭოს დეპუტატი მამა არჩილ მინდიაშვილი. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ქრისტე აღსდგა. პირველ ყოვლისა ნებამომეცით ქრისტეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სახელით მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული. არათუ მხოლოდ საეკლესიო ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენება, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენა. და მე მინდა 2 შტრიხით თქვენთან ერთად მოუხაზო ის, რაც არის საერთო ამ დღესასწაულსა და დღევანდელ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. პირველ ყოვლისა კი მოგაგონებით, რომ ჯერ კიდევ უფლის მოსვლამდის მაცხოვარმა გვაჩვენა თუ სად არის საიდუმლოება ჩვენი გამარჯვებისა, ყოველი ჭეშმარიტების მეძიებელისა. მოიგონეთ ნინევია, სადაც გარემოადგნენ ისრაელიტელნი და ღვთის ბრძანებით გარეულიდნენ ნინევიის კედლებს და ჩაახბერეს რა ყველამ ერთად ბუქს დაიქცა ნინევიის კედლები. დღეს დაეცა ნინევია, აღსდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1917 წლის ოქტომბრის დასაწყისში სწორედ იმ ხატთან, სადაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა დღეს წმინდა ნინოს სამთავროს მონასტერში აღავლენ წმინდა ლოცვებს და იქიდან შეგვეწევა ამ ლოცვებით, მოხდა ასეთი სასწაული. 4 შაბათი მოგეხსენებათ ღვთისმშობლის დაუჯდომელის დღეა და როცა დედებმა წირვის შემდეგ ჩვეულებისაებრ აღავლინეს დაუჯდომელის ლოცვა ღვთისმშობლისა, ყველამ ერთად, რამდენიმე დედამ ერთად იხილა თუ როგორ დაიფარა ღვთისმშობლის ხატის სახე ცრემლით. მიხვდნენ გულის მახვეს, რომ რაღაც უბედურება ელოდა საქართველოს, მაგრამ მხოლოდ მოგვიანებით რამოდენიმე დღის შემდეგ გახდა ცხადი, რა უბედურებას მოასწავდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. უღმერთოების რევოლუცია აბობოხრდა და გაიმარჯვა. მაგრამ დღეს თითქმის 74 წლის შემდეგ, სწორედ ამ უცნაური და საღვთო დამთხვევით ივერიის ღვთისმშობლის ამ ხატის ხსენებისას გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. აი სწორედ მიზეზი, რის გამოც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ვერ ესწრება დღევანდელ საზეიმო დღეს, არის სწორედ ის, რომ მან არისოდა ბუნებრივია, რომ აეხლა აქ შესგებოდა საგანგებო სესია, რამდენიმე დღისი, როცა მან გამოაცხადა, რომ წირვას აღავლენდა სამთავროს მონასტერში, ისე როგორც ბატონმა ზვიადმა სახელმწიფოს მეთაურმა და ბევრმა ჩვენთაგანმა არიცოდა, რომ სწორედ დღევანდელ დღეს 9 აპრილს და რამდენი დამთხვევა მოხდა, არის ამ პატიოსანი ხატის ხსენება. 2 თვის წინათ გაზეთ ახალგაზრდა ივერიელში დაიბეჭდა წმინდა მამების კალინიკესა და ნილოს მირონდინარის წინასწარმეტყველებანი საუკუნით ადრე. მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი ადგილი ამ წინასწარმეტყველებაში ეკუთვნის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს, რომ ეს ხატი კვლავ მაშინ, როცა გამეფდება ანტიქრისტე, დატოვებს ათონის ნახევარკუნძულს და იმოგზაურებს თელს დედამიწაზე. უფრო მეტის პირი, რომელიც მისი უწმინდესობის კურთხევით გადმოიღეს ათონელმა ღირსმა მამებმა და შარშანტინ ჩამობრძანდა საქართველოში, მიტროპოლიტმა თესალონიკის აი ამ ხატთან დაკავშირებით წინასწარმეტყველა ივერიის ღვთისმშობლის ეს ხატი გაანთავისუფლებს საქართველოს. ამიტომ არ არის არც მისი ჩამობრძანება შემთხვევით და არც ის, რომ დღევანდელ დღეს 9 აპრილს აღსდგა სამართლიანობა. 9 რიცხვი მოგეხსენებათ, არის საკრალური მნიშვნელობის მქონე 9 ბუნების ანგელოს მოასწავებს. სწორედ აქ ამ ადგილას იყო აღმართული საქართველოს ანექსიამდე 21 წლამდე მთავარანგელოს მიქაელის ეკლესია, რომელიც არის მფარველი მართლმადიდებლური ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. მის უწმინდესობასთან ერთად სრულიად საქართველოს ეკლესია გილოცავთ დღევანდელ დღეს და მას ღრმად წამს, რომ საქართველო არათუ გადარჩება, თუმცა ეს შეიძლება აბსურდია დღევანდელი მსოფლიო მოვლენების კონტექსტში, არამედ ივერია გაბწყინდება. მათ შორის რუსი მამები, ისეთი მამები, როგორც იყვნენ სერაფიმ საროველი, უდიდესი მელოხი რუსული ეკლესიისა, ის როგორც ვთქვათ ივანე ზედაზნელი თუ დავით გარეშელი ქართული ეკლესიისთვის, წინასწარმეტყველებდა და დაზენდა, ივერია არის ღვთისმშობლის პირველი მამული დედამიწაზე. ამიტომ ივერიას არ უწერია არც დაღუპვა და არც დასამარება.
ივერია გაბწყინდება, ჭეშმარიტად გაბწყინდება. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.